შეღავათიანი აგროკრედიტის გარდა სოფლის მეურნეობის პროექტის მართვის სააგენტო აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას იწყებს. პროექტში ყველა სადაზღვევო კომპანია მონაწილეობს. დაუბალანსებს თუ არა აგროდაზღვევა ფერმერებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან დაკავშირებულ რისკებს და რა შემთხვევაში ანაზღაურდება დაზღვევის ობიექტისთვის მიყენებული ზიანი. დეტალებით ქეთი ფარცხალაძე. ნახეთ, ეს უსეტყვისებია დარჩენილი ყველაფერი, გაუბედურებულია. ეს რო ჩავაბაროთ, ახლა მოვკრიფოთ და დაყრილი ავიღოთ კილო ღირს 10 თეთრი. ზაურ ახალკაცის ვაშლის ბაღი დაახლოებით ჰექტარზეა გაშენებული. ფერმერმა წელს დიდი ზარარი ნახა. ფიზიკური შრომის გარდა მოსავლელად 2000-მდე ლარი დახარჯა. მე-13 მოვიდა უკვე ამ წელს სეტყვა. სეტყვა, ჭარბინალეთი, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. თუ აქედან ერთ-ერთი მიზეზით მაინც მოსავალი განადგურდა, ძირითადი ნაწილი 90%-მდე აგინაზღაურდება. ამისთვის მოსავალი უნდა დააზღვიოთ. ირჩევთ სადაზღვეოს, რომელსაც წარუდგენთ მიწის რეგისტრაციის დოკუმენტს ან აზომვით ნახას. თუ არც ერთი არ გაქვთ, სადაზღვეო კომპანია მას თავად გააკეთებს. ამის შემდეგ ფართობიდან გამომდინარე თქვენი მოსავლის ღირებულება შეფასდება. აქედან მაქსიმუმ 4%-ს თავად იხდით. თუ ეს პირობები თქვენთვის მისაღებია, ჩათვალეთ, რომ მოსავალი დაზღვეულია. პროექტის სარგებლობა ნებისმიერ პირს შეუძლია. ყველა სახეობა განფასებულია. მაგალითად, 1 კილოგრამი ყურძენი ლარი და 20 თეთრადაა შეფასებული. პომიდორი, კარტოფილი 42 თეთრად, ლობიო ლარი და 80-ად. 1 ტონა მანდარინის დასაზღვევად უნდა გადაიხადოს 2 ლარი და 40 თეთრი. დაზღვევა მოქმედებს მოსავლის აღებამდე ერთწლიანი კულტურების შემთხვევაში. მანდარინის შემთხვევაში ეს არის სანამ მანდარინს მოვკრებთ, თველის შემთხვევაში სანამ ყურძენს მოვკრებთ. სახელმწიფო დაზღვევის სუბსიდირებას 70-დან 95%-მდე ახდენს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყველა ეტაპზე დამკვირვებლადაც ერთვება. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ანაზღაურების პროცესშიც და შეფასების პროცესშიც მაქსიმალურად სამართლიანი ყოფილიყო. ვფიქრობ, მაქსიმალურად მცირე იქნება ხარვეზები. აგროდაზღვევის პროგრამას ზაურ ახალკაცს ვაცნობთ. კარგია. ჩვენ სამაგერო გარანტია გვექნება, რომ მოსავალი გაფუჭდება თუ და ის ბუნებრივი მოვლენით გაფუჭდება, გვეცოდინება, რომ აგვენაზღაურებენ. საპილოტო ეტაპზე პროექტისთვის 5 მილიონი ლარი გამოიყო. რეფორმის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს საწყისი ეტაპის მოთხოვნას შეესაბამება.